თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთელი საქართველოს მასშტაბით 40 საარჩევნო ოლქში დააკვირდება. არჩევნების დღეს 500-მდე დამკვირვებელი იმუშავებს. დარღვევების შესახებ ინფორმაციას ისინი მთელი დღის განმავლობაში უწყვეტად შეაგროვებენ. საერთაშორისო შექმნილია საარჩევნო ანალიტიკური ბაზა, სადაც დარღვევები მოიყრის თავს და მათზე შემდგომი რეაგირებაც მოხდება. არჩევნების დღეს იმუშავებს ცხელი ხაზი მოქალაქეებისა და ჟურნალისტებისთვის. დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დამკვირვებელთა ლიგის პრეზენტაცია გამართა. თავარი მიზანი არის ის, რომ დავეხმაროთ საარჩევნო ადმინისტრაციას და ზოგადად ყველას, ვინც ამ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობს, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ სამართლიან გარემოში. იმ შემთხვევაში თუ უხეშ დარღვევას ჰქონდა, ან მიზანმიმართულ დარღვევას ჰქონდა, ადგილი ცხადია ჩვენი ამოცანა იქნება ის, რომ ეს დარღვევები დაფიქსირდეს, მიეწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია. საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების პროცესში ახალგაზრდების აზრის დაფიქსირება იქნება მნიშვნელოვანი და ჩვენი დამკვირვებელთა ლიგა აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა აქტივობებში, რომლებიც შეეხება ცნობიერების ამაღლების აქტივობებს და სხვა ასევე საგანმანათლებლო ინფორმაციულ აქტივობებს. მთელი დღის განმავლობაში გვაწვდიან ინფორმაციას, რომელიც ოპერატორებს დაუყოვნებლებში აქვთ ბაზაში. ეს ანალიტიკური მასალა დაუყოვნებლივ, ასე ვთქვათ, გარდაიქმნება სტატისტიკას და შემდგომ უკვე, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ შეჯამებას, თუ როგორ განხორციელდა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები, აი ეს სტატისტიკაც საჯარო იქნება საზოგადოებისთვის.